I'm German homelos, I drink coffee and I know things. 47 ეპიზოდის თემა არის განმარტოების უპირატესობანი. პიროვნების ფორმირება გააზრებული განმარტოების შემდეგ იწყება. სხვა შემთხვევაში ადამიანი როგორც ზეცნობიერი ქმნილება გარდაცვალების შემდეგ გარდაიქმნება რვეულის იმ ფურცლად, რომელზეც შეცდომით დაწერა მოსწავლემ რაღაც, მაშინ ამოხია, დაჭმუჭნა და ურნაში ჩააგდო. ანუ გამოსწორებას, შეცვლას, გადაკეთებას არც კი ეცა და ისე გადააგდო მოსწავლემ ურნაში. ასე ადამიანი, რომელსაც პიროვნების აშენება დაეზარა. დაეზარა თავის შეცდომებზე სწავლა, თავისი თავის უკეთესობისკენ შეცვლა. ასე ამოხია თავისი თავი, დაჭმუჭნა და ნაგავში ჩაიგდო. როგორი მაგარი და სასიამოვნოც არ უნდა ჩანდეს და იყოს მიწიერი გართობები, ჭამა, სმა, ნარკოტიკი, ქეიფები, ტანსაცმელი, მოგზაურობა, ფული და ერთი ადგილის თამაში, ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგარი, ძვირფასი და საინტერესო მაინც პიროვნების საკუთარი პიროვნების მშენებლობაა, რაც გარკვეული დროით ხას უსვამ გარკვეული დროით გააზრებულ განმარტოებას საჭიროებს. ამ დროს ადამიანი იწყებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, რა სურს სინამდვილეში, აკვირდება და აანალიზებს გასულ წლებს, ადამიანებს, რომლებსაც შეხვდა, მათ ქმედებებს, მათ შეცდომებს, თავის შეცდომებს, მოკლედ ფიქრს უთმობს, რაც შეიძლება დიდ დროს. ზუსტად ფიქრით იბადება პიროვნება და ფიქრითვე ფორმირდება. იტყვიან ამ ფიქრს ასეთი განმარტოება რაში სჭირდება, ისე ვერ შეძლებსო? როგორ ვერ შეძლებს, მაგრამ გონება იმღვრევა სოციალიზაციისას, ხალხში ყოფნისას. როცა მარტოა ადამიანი კი სუფთაა გონება და შეფასებას, გადაფასებას, ჩაწვდომას, გააზრებას, სწავლას, განჭვრეტას, ამ ყველაფერს უფრო უკეთ ახერხებს, უფრო სწრაფად ახერხებს, რაც მთავარია. გააზრებული განმარტოება პიროვნების აგების საძირკველია.